გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს სოფლიო მოვლენა არის რომის პაპის გასვენება არის და არა აქვს მნიშვნელობა ქრისტიანი არის, მუსულმანი არის, მართლმადიდებელი არის, ვინა ყველა სოფლიოს ყველა ლიდერი. ავის პუტინის გამოკლებით აგონია სი ძინპინის გარდა ყველა ვატიკანშია გაქცეული გასვენებაში. დიდი ამბებია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ დარჩენილა ისე რომ ჩვენი თავრობა იქ არ ყოფილიყო და პრეზიდენტი სხვათა შორის აქცეულა იქ, მაგრამ სასწაულია ჩვენი ამბავი ორი პრეზიდენტი გვყავს. ორი პრეზიდენტი არის ახლა ჩვენგან წასული პაპის გასვენებაში. ერთს რო კითხო ახლაც პრეზიდენტია და მეორეს რო კითხო ისიც პრეზიდენტია და მოკლედ სასწაული ამბები ტრიალებს ჩვენ ხო საერთოდ ქართველებს ყოველთვის რაც სასწაული უნდა დაგვემართოს და აი მეცინება რა უბრალოდ ამას ახლა არ ვიცი პაპს გლოვობენ მართლმადიანები, ნუ ეს გასაგები არის, მაგრამ აი განსაკუთრებით ჩემი პირველი ქალი პრეზიდენტის ფოტო მომეწონა, რომელმაც გამოაქვეყნა თავის გვერდზე, რომ აიო მეო მივედიო და ეს მართლმადიანი პრეზიდენტი მივიდა და რომის პაპისო მოსახსენიებელ წიგნშიო ჩანაწერიო გავაკეთეო და აი გულწრფელად მაინტერესებს ისე სიმართლე გითხრათ, არ დაგიმალავთ, რაინაზე გააკეთა ჩანაწერი. რაინაზე დაწერა. იმედია ქართულად არ დაწერდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულად არ დაწერდა, იმიტომ რომ ეს ახლა როგორც ლაპარაკობს, ისე თუ წერს, რა ვიცი, ალბათ ზურაბიშვილიო ხო იქნება და აიც ქართული გვარი უტყამს და ძალიან სამარცხვინო იქნება ამის დაწერილი ქართულით აკეთებული ჩანაწერი. და მე აგერ კიდო პრეზიდენტი ვარო იძახის კაცო ხალი აგერ მეორე იმაში აგერ სოფლიო პატრიარქთან ერთად ავარო საქართველოს პრეზიდენტიო და ეს ერთი პრეზიდენტი ჩვენი, ერთი პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც კიდო პრეზიდენტია რო გითხო. და აქეთ ჩვენი უკვე მოქმედი ქართველი ჰაბიტუსის მქონე პრეზიდენტი გასვენებაში თელი ტელეკომპანია იმედი და ეს გამправებლები აცხადებენ, რომ აიო ჩვენიო ესო პრეზიდენტიო საქართველოს უკვე ნამდვილი პრეზიდენტი ყაველაშვილიო, ესე იგიო მაკრონსა და ტრამპს შორისო იდგაო. რა ვიცი, ახლა ტრამპი ვერ დავინახე, აქანის სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაკრონს კი ვხედავ ეგერ და თავისი ტრანსგენდერი ცოლი 70 წელს გადაცილებული ცოლთან ერთად, ტრანსგენდერთან ერთად გვერდში დგომა ძალიან საამაყოა თურმე და ძალიან გულამოსყნილი ტირიან თურმე რომის პაპს და არ იციან რა აქნან თურმე ვინ როგორ და რა მაგარი ქრისტიანი იყო თურმე რომის პაპი და რა მაგარი ქრისტიანობა თურმე ეს ყველაფერი და ცირკი ყველანაირი ესე იგი გასაგები ახლა ეს სოფლიო პოლიტიკა არის და ამ სოფლიო პოლიტიკას რაღაცნაირად მას უნდა ეკნას, რა ქვია, გვერდი ვერ აევლება, მაგრამ ასეთი გაფეტიშება და ასეთი სისულელე და ასეთი ის, რა ქვია, რომის პაპმა რაც ქრისტიანობისთვის გააკეთა და ეს ჩვენი საპატრიარქო ცალკე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მოთქვამს და გლოვობს და ეს ეკუმენისტები ამათ ახლა რა გასაკვირია ახლა რომ საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს ესეთი გულმხურვალე განცხადება, როდესაც ეკუმენიზმში შესული ხალხი არიან და ერთად იდგენ და ერთად ლოცულობდნენ და ზუსტად ეს ეკუმენიზმი არის, რომელიც ხდება ახლა იქ რომში. მაგრამ მე მაინც ერთ რაღაცას ვერ ხვდები, რა გაგვიკეთა ჩვენ ამნაირი რომის პაპმა, ასე რომ მოთქვამს ყველა საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველა რო გარბის და იგლიჯავს ტანსაცმელს ოღონდ იქამდე მივიდნენ და ოღონდ იქ მე ვერ ხვდები, მე ისტორიულად საერთოდ რაც მახსენდება
როგორც სახელმწიფოებრიობის დონეზე და როგორც რამეზე კათოლიკურ სამყაროს მართლმადიდებლობისთვის ცუდის მეტი არაფერი არ აქვს გაკეთებული. ეს იქნებოდა ბიზანტიის დაპყრობა, იქნებოდა ბიზანტიის გაწირვა, მართლმადიდებლური ეკლესიის და რომის პაპი ყვიროდა, რომ მართლმადიდებლებიო წვალებლები არიანო, თავიანთი რიტუალით და თავიანთი წესითო და ამიტომ კონსტანტინოპოლშიო თურქული ჩალმა მირჩევნიაო, ნახო, ვიდრე მართლმადიდებელი მწვალებელთა ეკლესიაო და ესე გაწირეს საბოლოოდ მართლმადიდებლური სამყარო და კაის მეტი არაფერი არ ახსოვს, ვითომ ამ ხალხს ისე ყვირიან ყველა ამ კათოლიკებზე, კაი. არ ეგონოს ვინმეს რომ მე ვიღაცის სარწმუნოებას კათოლიკებს ვერ ჩოდი, არა, უბრალოდ ასია ეს რომის პაპი და ეს ვატიკანი და ეს ყველაფერი ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, ჩვეულებრივი რა ვიცი, სიბინძურე ბიზნესი, ეს ჯვაროსნული ომები იქნებოდა თუ მერე თუ თუნდაც ახლა. სუდის მეტი იქ არაფერი არ მოდის. და ჩვენთან რავი ლამისაა მოთქვამენ, ლამის შავები ჩავიცვათ ახლა ეს რომის პაპის გულიზა და აქეთ დღეს გლოვის ისა პერიოდი აქვს ისი ამაფირისტებს და ეს აგერ კიდე ისა პუჩისტი და საფლავის ისა ხატვარი პუჩისტი და ზოგი აქეთ გაქცეულა თურმე და ზოგი აქეთ გლოვობს თურმე იმას რა ქვია ზურაბწერეთელს და საგონებელშია მოკლედ რაფერ გადევიტანთ ახლა ქართველიერი ამ დიდ ტკივილს რასაც ქვია რომის პაპის გარდაცვალება ხო მე არ ვიცი და რაღაცნაირად ყველაფერი ფარისევლობაა და ყველაფერი სიყალბეროა მარადონას სიტყვები მახსენდება მეო შევხვდიო რომის პაპსო და მეო უსმინეო მასო და გაგვირვებული დავრჩიო როგორ მოთქვამდაო ისო და როგორ ტიროდაო როგორ აფრიკაშიო როგორ უჭირსო ხალხსო როგორ შიაო როგორ წყურიაო და ესე შემდეგო და ხედავდიო ოქროს გუმბათებში იყო და ოქროს სავარძელში ისთო და მე შედალოცვილო აფრიკაში ბოშიმშილე ბავშვები თუ გადარდებსო აი რო წამონჯდარ ხარო ამ ხელა იმაშიო ოქროს გუმბათოვან ეკლესიებშიო წადიო მე რო გაყიდე ყველაფერიო და დეხმარე იმ გაჭირებულ ბავშვებს რა ოქროში ხარო ჩამჯდარიო რა შეხება ამ ყველაფერს სარწმუნოებასთან წმენასთანო მე პირადად ვერ წარმომიდგენიაო რაღაცნაირად ყველაფერი ამ ფარისევლობის ამ აფირისტობის და ამ სიყალბის ფონზე დიდი ტრაგედია მოხდა საქართველოში ამ დღეებში და მინდა გაჩვენოს რა სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ ყველაფრის ვიდეო აზბეკში მოხდა მკვლელობა საშინელი ფაქტი მოხდა და სოციალურ ქსელში გამოჩნდა ესეთი ვიდეო სადაც მოკლული გვარის წარმომადგენლები მივიდნენ და უბრალოდ მკვლელის გვარის წარმომადგენლები მივიდნენ და მოკლულის ჭირის უფალს დაუჩოქეს და ბოდიში მოუხადეს და აი რაღაცნაირად აი შემძრა მეც აი ამ იმან რომ სადღაც ჯერ კიდე დარჩენილა საქართველო აი ეს არის ჭეშმარიტი გლოვა და ეს არის ჭეშმარიტი მიტევება და ეს არის ჭეშმარიტი ქართული ადათი წესი და ტრადიცია და ქრისტიანული და არა ის ბოზები, კახტები, ჩათლახები, სამშობლოს მოღალატეები და 1000 უბედურები და ამას ყაველაშვილს რას ვერჩი, მაგრამ მისი ეტიკეტია, მაგრამ გარბიან და ზოგი იქ ჩანაწერს აკეთებს, ზოგი აქ საქართველოში აკეთებს ჩანაწერებს და მიდის ეს აფირისტობა და ამას რა შეხება აქვს საერთოდ სარწმუნოებასთან და ამას რა შეხება აქვს საერთოდ გლოვასთან მე პირადად ვერ გამიდი. და ახლა ამ ყველაფრის ფონზე მინდა ერთი კითხვა დავსვო. ბიჭო ამბობ მის თქმის არ იყოს ამ პაპიზმით შეპყრობილ დეგენერატებს მინდა გკითხოთ რა რომ ახლა ენებს იჭრით. არაფერი არ გაუკეთებია რომის პაპს საქართველოსთვის. მოთქვამ ხართ, ტირი ხართ, გარბი ხართ, ერთი მეორეს ასწრებთ, კისრის ტეხით აქეთ იქეთ. აგერ უკვე 9 მაისი მოახლოვდა. 9 მაისი. სადაც რეალურად წყდება საქართველოს ბედი. არავინ არ წავა მოსკოვში და არავინ არ დაელაპარაკება პუტინს საქართველოს ბედიღბალზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ დაელაპარაკებიან,
ისინი არ დაელაპარაკებიან საქართველოს და სასიკეთოდ. ისინი დაელაპარაკებიან თავიანთი ინტერესებიდან და არც ერთი ქვეყნის ინტერესი არ ედრება საქართველოს ინტერესს. ვინმეს საქართველოს მთავრობაში ყოფნით სინდისი, ნამუსი, ღირსება, თავმოყვარეობა, პატრიოტიზმი, რომ ვინმე ვადგეთ, გინდა პრემიერ-მინისტრმა, გინდა პრეზიდენტმა და ახლა რა უნდა ველაპარაკო ახლა ჩიჩილაკას. მეუბნელ ღირსებაზე და თავმოყვარეობაზე უნდა ველაპარაკო, მაგრამ ბიჭო, აიგე რო გარბიხარ ზურაბ წერეთელის დასაფლავებაზე. ჩიჩილაკა იყო მისული, კი, გასაგებია რომ მამაშენის ძმაკაცი იყო და მამაშენის ძმაკაცის არ იყოს პუჩისტი იყო, ჩვეულებრივი თვითონაც. რუსეთში მოღვაწეობდა იქ ამდენი ხანი. და მაგნაირები იმდენია იქ, როგორც გინდათ. და მის დასაფლავებაზე დადიხართ და ეს უხერხულებას არ გიქმნით. კაცო, ამ ზურაბ წერეთლის ირგვლივ იმხელა მაფია ტრიალებს და იმხელა გავლენიანი ქართველობა ტრიალებს, არც ერთ რო საქართველოს ბედი არ გადარდებთ და ქვეყნის ბედი არ გადარდებთ თუ არა. ერთი შეხვედრა ქართველიერის ინტერესებისთვის და საქართველოს ინტერესებისთვის მოსკოვში აქამდე რომ მოგეწყოთ და ამის ინიციატივა გამოეჩინა, გინდა ზურაბ წერეთელი იყოს, გინდა ნებისმიერი ის დიდი გავლენიანი ქართველობა, ვინცა იქ იმ მოსკოვში წამომჯდარი, ერთი მენახა საქართველოს ინტერესებისთვის. ადექით ვიზია და წადით საქართველოს ბედიღბლისთვის რომელიმე მაშინ მოსკოვში, მაგრამ მეტი არა, ჩემი მტერი თქვენ ვინმე ფეხი გაადგათ იქ. ერთი ეს ყველაფერი რო გააკეთოთ, სამაგისო პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული უნდა გქონდეს. ვაჟკაცობა უნდა გქონდეს. ფეხებზე უნდა გეკიდოს ყველა და ყველაფერი საკუთარი სამშობლოს გარდა. და უნდა ადგე და უნდა წახვიდე. ეს რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. მოდაში ეს არ არის. მოდაში არის პაპის გასვენებაში სირბილი ეგერ. თავისთავად მეორე ვარიანტი ირიცხება, იმიტომ მოდაში არ არის. ამის ვაჟკაცობა თქვენ არ გაგაჩნიათ და მესამე ვარიანტი ის არის, რომ რატო ვამბობ ახლა ამას, რატო? მესამე ვარიანტი ის არის, რომ რა ქვია იმას ის ესტონელი ძუკნა რო არის ესა ევროკავშირის წარმომადგენელი. აი, იმ ძუკნას მინდა გავახსენო ეს ფაშისტების თავმომავალია, რომელმაც გამოაცხადა, რომ 9 მაისო მოსკოვშიო ჩასვლაო და აღნიშნაო ესო ევროპულ ღირებულებებსო ეწინააღმდეგებაო და ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმი როდის მერე ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს. ისე თუ ვინმე ამიხსნის ამას სიამოვნებით მოვისმენდი ამ ყველაფერს, მაგრამ ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ბერლინი საბჭოთა არმიამ აიღო და თავარსარდალი ქართველი იყო სტალინი და დროშის ამწევიც ქართველი იყო კანთარია. და გასაგებია, რომ თანამედროვე ფაშისტების შთამომავლებს, იმიტომ რომ აქეთ თუ არიან, აქეთ თუ ჩვენ ვართ, ჩვენ რა ქვია გამარჯვებულების შთამომავლები ქართველებს განსაკუთრებით, მაგრამ აქეთ ჩვენ თუ ვართ გამარჯვებულების შთამომავლები, იქეთ დამარცხებულების შთამომავლები არიან, იგივე მერცი, იგივე ბერბოკი, იგივე სხვა სანაგვე, რომლებიც განსაკუთრებული ზიზღით არიან ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას ლიბერალური ღირებულებებით ფუთავენ. გადახედეთ თუ გინდათ, აი ყველა გამოჩენილი ეგრეთ წოდებული იმის რა ქვია დღევანდელი გერმანიის პოლიტიკოსის წინაპარს. აბსოლუტურად ყველა ფაშისტი იყო. აბსოლუტურად. ბაბუა ყველასი მათი იყვნენ ფაშისტები. ამიტომ იყო რომ ეს ფაშისტებიდან დაფინანსებული და ფაშისტებიდან ხელდასმული დამპალი ძალა, რომელიც მართავდა და დღესაც არცად წასულა საქართველოს მართავს, ამიტომ იყო რომ ებრძოდა საქართველოში სტალინის ძეგლის აღებას, ქუთაისში დიდების მემორიალის დამგრევას და ასე შემდეგ. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამოაცხადეს ამათმა, რომ ვინცო იქ წავაო, ჩვენო აუგრძალა რა ევროკავშირის ღირებულებებსო
ეწინააღმდეგებაო და ჩვენო სანქციებსო დავადებთო და ჩვენთვისო არასასურველი პერსონა გახდებაო, მაგრამ არიან პოლიტიკოსები ევროპაში, იგივე ორბანი, იგივე ფიცო, რომლებიც მიდიან და სულ ფეხებზე კვიდიაო, მით უმეტეს წევრები არიან იმ კავშირის, რომელი კავშირიც ამას ყვირის, ჩვენო მაინც მივდივართო და მაინც მივაგებთო პატივს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთიც და სლოვაკეთიც დასჯილი არის სტალინის მიერ და ჩამორთმეული აქვს ტერიტორიები. ჩამორთმეული აქვს ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმიტომ რომ უნგრელები ძირითადად იგივე რუმინელები სხვათა შორის და ესე შემდეგ იბრძოდნენ ფაშისტების რიგებში. სლოვაკეთის მაგათ შემადგენლობაში. სტალინმა დასაჯა ისინი ტერიტორიული ამას რატო ვამბობ? ბარეორი დებილი ახლა გამომიხტება და მეტყვის რომ ოკუპირებული არის ტერიტორიები და ოკუპირებული ტერიტორიები სანამ არის ვერ წავა. უნგრეთის ისტორიული ტერიტორიები და მათ შორის სლოვაკეთიც ჩამორთმეული არის და გადანაწილებული არის ზუსტად სტალინის მიერ. ზუსტად 9 მაისის შემდეგ. და ეს იყო მათი სასჯელი. მაგრამ გარბის იქ. იმიტომ რომ მისი ქვეყნის ინტერესებია, ერთიც და მეორეც. ეგერ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი, რომლის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს ნატოს და ევროკავშირს. და რომელზეც უზარმაზარი ზეწოლა არის, რომ არ წავიდეს იქ. მიდის ისიც, იმიტომ რომ ჩვენო სერბებმაო საბჭოთა ხალხთან ერთადო და სტალინთან ერთადო წვლილი შევიტანეთო, დიდი წვლილი შევიტანეთ ფაშიზმის დამარცხებაში. და მიდის. უამრავი პრობლემები ექნება უჩიც, გადაგდებაზე აქვს მით უმეტეს საქმე. იმასაც ტერიტორიები აქვს ოკუპირებული სხვათა შორის ისე რომ იცოდე. არ მიდიხართ მხოლოდ თქვენ. იმიტომ რომ ამის ტრაკი არ აგავთ, ამის კაცობა არ აგავთ, ამის ღირსება არ აგავთ, ამის თავმოყვარეობა არ აგავთ. და ვითომ ძალიან დიდ თავმოყვარეობა იქ კი გარბი ხართ, რა ქვია, რომის პაპზე და რომის პაპს კიდე ვინა, კაცო, იქ რო ჩადიხართ, რა ქვია, აი თემურლენგის საფლავზეო ჩავიდაო, ხო, აი გასაგებია ხა თემურლენგის საფლავი ხო, მაგრამ სადღაც შუა საუკუნეებში იყო და იმათთვის დიდი ბელადია ახლა ჩვენთვისა სისხლისმელი და დამაქცევარი კაცო. აი რა ათათურქმა 100 წლის წინ რო ტერიტორიები წაგვართვა. თურქეთში რო ჩადიხართ ათათურქის საფლავს კოცნით. და პატივს აგებთ. მაშინ სადაა ღირსება? სადაა თქვენი ღირსება მაშინ? სადაა თქვენი თავმოყვარეობა? სადაა თქვენი ადამიანობა, თქვენი ვირთხებო? მაშინ არა. მაშინ ნაცი და კოცი ერთსულოვანია. და ამაშია საქმე, იცით? ამიტომ საქართველოს არაფერი არ ეშველება. არაფერი არ ეშველება. სანამდე ასეთი აფირისტობა იქნება, სანამდე ასეთი თაღლითობა იქნება და ამას დაარქმევთ თქვენ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც. აგერა ეს რა ქვია. ერთი სურათი შემხვდა კიდე და მინდა გიჩვენოთ. აგერა. უკრაინის პრეზიდენტი და ეგრეთ წოდებული და ტრამპი ზიან ერთმანეთს გეგონება მართლა ნარდ თამაშობენ და ეგერ გასვენებაში ჭორაობენ იმაზე რა ქვია. რა იქნება უკრაინის ბედი? უკრაინის ბედი იქნება ცუდად და უარესად. ეს ჯერ არაფერია, უარესად და უარესად იქნება. იმიტომ რომ აი ამასაც ისე ფეხებზე კიდია მისი ქვეყანა და მისი ხალხი, როგორც თქვენ კიდიათ ფეხებზე, თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი. ამიტომ იქნება ცუდად. ამიტომ მოელაპარაკება სულ მალე ტრამპი უკრაინის გაყოფაზე და როგორც ამასიის ზავით იყო თავის დროზე გაყოფილი საქართველო დასავლეთ და აღმოსავლეთად ოსმალეთს და ირანის იმპერიებს შორის ისე იქნება უკრაინის ბედი, ეს გარდაუვალი ამბავი არის და ასე იქნება. რატო ვამბობ ამ ყველაფერს, იცით? ეს კლოუნი, ეს ბოროტი კლოუნი, არის კიდე ერთი ვარიანტი, ეს ბოროტი კლოუნი ატარებს კიევში გამარჯვების პარადს 9 მაისს და თუ შენ ხარ ნამდვილი შიგ ევროპელი, უკნიდან განათლებული შიგ ევროპელი, მაშინ მოსკოვში თუ არა კიევში უნდა წახვიდე. და იმას გეტყვით.
აი იმას გეტყვით, უთავმოყარეოები ხართ, ქოცებო და იმას გეტყვით. კიევში მაინც არ გაადგათ ფეხი, თუ მოსკოვში არ მიდიხართ და არ ახართ თქვენ წამსვლელები იქ. კიევში მაინც ნუ წაეთრევით. ასეთ სიდებილეს მაინც ნუ ჩაიდენთ და მართლა ფაშისტების და მართლა საკუთარი ერის სისხლის მსმელების და ამ მოღალატეების გვერდით ნუ დადგებით და ნუ მიაფურთხებთ წინაპრების ხსოვნას. ამას მაინც ნუ გააკეთებთ. იქ მოიკრიბებიან ეს ალტერნატიული, ისა რა ქვია, გიტლერის კოალიცია და პლუს ბანდერას და შუხევიჩის შთამომავლობის იდეოლოგები და ჩაატარებენ სასაცილოა, აი სასაცილოა. ბანდერას და შუხევიჩის იდეოლოგები ერის რა ქვია ჰიტლერის და ფაშისტების შთამომავლებთან ერთად კიევში ატარებენ პარადს, რომელსაც ქვია ფაშიზმზე გამარჯვების პარადი და ამაში მაინც ნუ მიიღებთ მონაწილეობას რა. დაეგდეთ საქართველოში, დაეგდეთ მაშინ თბილისში და წაეთრიეთ იქ ვაკის პარკში. და იმდენი მაინც ხედით, იქ არ მოგადგეთ ის ფუჩუკუტუ ორგანიზაციები, რომლებიც წივიან და კივიან და დარბიან ქუჩაში. და თუ ვინმე არის დარჩენილი ომის ვეტერანი კიდე თითებზე ჩამოსათვლელი, ხო, იმათ მაინც მიაგებიათ წესიერად პატივი, ნუ გააბანძებთ მაგას ისე როგორც 9 აპრილი გააბანძეთ. იმიტომ რომ მაგის დიდი პოტენციალი გაქვთ. ვარ მე ნამყოფი 9 მაისს მაგ შუბიც მომივიდა მაგათთან და იგივე იქნება დღესაც. იქ იქნება რუსეთი ოკუპანტია, ამას როგორ აღნიშნავთ, იმას როგორ აღნიშნავთ. და აი ეს ცირკი იქნება საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ ხართ უნაროები. უნაროები. და უსინდისო უნამუსო ხალხი, ღირსების, პატრიოტიზმის და ყველაფრიდან დაცლილი ადამიანები. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ალბათ მაგი იქნება. იმიტომ ერთს თუ არ აკეთებ, მეორეს ნუ გააფუჭებ და დაეგდე იქ, სადაც აგდიხარ. იქაა თქვენი ადგილი. სხვაგან არაა თქვენი ადგილი და მაკრონის ტრანსგენდერ ცოლთან ერთად და იქ გეი აქტივისტებთან ერთად რომის პაპს რო დაასაფლავებთ და სანთლებს რო დაუნთებთ. მე რო ჩამოხვალ საქართველოში, ამაზე იფიქრეთ. იმიტომ რომ არ ამგონია ნაფიქრელი ხონდეთ. იმიტომ რომ მთელი დასავლეთი და მთელი ევროპა და მთელი პროგრესული საზოგადოება კიევში იკრიბება და მოხდება ახლა თქვენ ხო იქ უნდა იყოთ უკნიდან განათლებულები და შეიძლება ქემოგიცეთ ფეხი და ეწახვით. აი ამის თქვა მინდოდა. აბა თქვენ იცით. პაპის მადლი გფარავდეთ. გულმხურვალეთ იტირეთ. გადმოგხედავთ ვატიკანი. ბოდიშით კომენტარებს არ აჩვენებს, რაღაც ტექნიკური პრობლემა არის და ამიტომ ვერ ვპასუხობ თქვენ კომენტარებს, არ გეწყინოთ შეგნებულად, არ გეგონოთ რომ არ გპასუხობ.